წარმოგიდგენთ გადაცემათა ციკლს შენი ხმა პროექტ რადიოს ძალა ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს DVV International, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. შენი ხმა წარმოგიდგენთ სხვადასხვა თემატიკის გადაცემებს. პირველი რამდენიმე ეპიზოდი შეეხება დაბრუნებულებს რაჭაში. ამ თემატიკის ფარგლებში დღეს ჩვენ ვიმყოფებით სოფელ წესში, აზნაურის სახლში მიშა ელბაქიძესთან, რომელიც მოგვიყვება თავის გზას აზნაურის სახლამდე. მოგესალმებით. ძალიან სასიამოვნო, ჩემი გზა აზნაურის სახლამდე იწყება ქალაქ სოხუმიდან, აფხაზეთიდან, რადგან მე ვარ დაბადებული და გაზრდილი ქალაქ სოხუმში, როგორც ჩემი მშობლები და 92 წლამდე ცხოვრობდი იქ. ბაღშიც კი დავდიოდი ქალაქ სოხუმში. და მე ყოველთვის ნაცნობი მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, რომელიც 92-ში სამწუხაროდ მოხდა, იძულებით გადმოვედით, მოგვიწია დატოვება ჩვენი საყვარელი ქალაქის ან თავში 130 წინაშე. აქ დაახლოებით და აშენდა. ამათ შვილები იყვნენ, მე ის ბერი და აი მის ძმა. ჩემი დიდი ბების. ამათ ყავდა 9 შვილი. და ერთ-ერთი იყო ბაბუაჩემი მიშა ელბაქიძე ის. მისი მასახი. ხო, მისი, ანუ ხო, აი, აგერა მოხდეს გენეალოგი ხო 1956-მდე მაგ. აი აგერა ეს ხეიძეები, მარიამი არის აგერა, მებიაჩემი გაათხოვდა ელბაქიძეზე. აი ელბაქიძეს მე ყავდა აი მიშა ბაბუაჩემი, არჩილი მამაჩემი, მე ჩემი და მე მივაწერეთ ეს 1956-მდე არის რა ეს. ესე იგი ჭიჭი და 12 რამხელა ოჯახები იყვნენ, 1-2 სანა. რამდენი შვილები ყავდათ? ეს არის ბების ძმა, ბების ძმა, ეს მათი ხალი ეს იყო იონე მაისურაძე, ერთად იყვნენ სულიქანა და მაგით
რა ვიცი, აი ძალიან დიდი პატივი ვცა, უდიდესი სამეგობრო ყავს ქალაქ ქუთაისში, უდიდესი სანათესა ყავს, რომლის მადლიერიც ვარ დღემდე და სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავაბარე საზღვარგარეთ და 10 წელი ვცხოვრობდი საზღვარგარეთ და მოკლედ იქ 3 დიპლომი მაქვს, ესე რომ ვთქვათ, ბაკალავრის, მაგისტრატურის, ასპირანტურის და მე დაბრუნდი მაინც სამშობლოში და დაბრუნდი, ცხოვრობდი ქალაქ თბილისში, ქალაქ ქუთაისში ისევ რამოდენიმე წელი და მაინც აქეთ მომიწევდა გული რა, მაინც აქეთ მომიწევდა. მე ხო ვიცით როგორ არის, ყოველთვის მეუბრებოდე დაოჯახდი და მოკლედ 30 წლის ასაკში მოვიყვანე მეუღლე რა, შევირთე მეუღლე, ჩემი მეუღლე წარმოშვებით არის რაჭიდან, ჭელიძე არის გვარად, თუმცა ნახევრად ისა დედა ყავს რა, საერთოდ და მოკლედ ჩემთვისაც დიდი ბედნიერება იყო მეუღლე შემხვდა ესეთი, რომელსაც საქართველოს უყვარდა, რომელსაც უნდა აქ დაბრუნება და დაოჯახებს შემდეგ 2 წლის შემდეგ, როცა პატარა მია ჩვენი გოგონა გაგვიჩნდა, ვიყავით აქ. ამ სახლში და 8 თვე გავატარეთ ერთად. დიდი ზამთარიც კი იყო, ჩავჩით, მეტრას დიდი თოვლი იყო, მეზობლები ამოდიოდნენ ცხენებით, საკვები ამოქონდათ, რაღაც ტელეფონები დაგვიჯდა, დენი გაითიშა, მოკლედ ესეთ რაღაცებს სათქო გადასალო რაღაცები გადავხდა და რაღაც წინა საუკუნეში გადავედით, რა თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ აი რაღაც დიდი თოვლი, გადახედავ არაფერი არ ჩანს, პური არ გაქვს, საკვები არ გაქვს, მეზობლები ამოდიან, აბა რამე ხო არ დაგეხმარო, გაგიკეთო და რაღაც ესეთი აი სულ სხვა სიყვარული ქონა ამ ყველაფერს და ერთ-ერთი საღამო იყო ვზივართ რაღაც აი შედვათ სამზარეულოში ფეჩთან რა, ფეჩი ანთია რა თქმა უნდა და საუბრობთ ისეთ რაღაცეებზე და თან წარმოიშვა ახლა რაღაც აი ეკონომიკური რაღაცეები ხო, იმიტომ რომ აქ თუ ცხოვრებას აპირებ რაღაცა გესაჭიროება რაღაცა შემოსავალი ქონდეს. და ამიტომ თქვით და ვისაუბრეთ და რა ვიცი მეუღლემ რა თქმა უნდა მხარიანება და თითქოს ისიც იგზნობოდა ჩემი პატარა ბავშვიც 2 წლის იყო, მაგრამ ისიც ხარს გიჭერდა გვეთახმებოდა რაღაცა უხაროდა ამაზე ვსაუბრობთ. თქვით რომ მოდი რა, რატომაც არ გავაგზავნოთ აქ ცხოვრება, რატომაც არ გადმოვიდეთ, რატომაც არ ამონთოთ აქ შუქი, რატომაც არ გამოუშვათ აქედან კვამლი, რატომაც არ გავაგზავნოთ ის ტრადიცია, ის კულტურა, რომელიც ქონდა ჩვენს ოჯახს და ზოგადად აი რაჭას და საქართველოს აქვს და მოკლედ გვინდოდა რომ რაღაც ისეთი გაგვეკეთებიო, რომ ეს აუთენტურობა არ დაგვერღვია. ამიტომ გადავწყვიტეთ, შეგვეძინა რაღაც სხვა სოფლებში რაღაც ვეძებდით სახლებს, რომ ის დაგვეშალა თან აქ ორმხრივი რაღაც ისეთი იყო, იცით? რომ იმ სახლებსაც კი შეუნარჩუნეთ სიცოცხლე რა. აი იმ ისეთი სახლები მოვიდეთ, რომელიც აი უკვე ინგრეოდა, წყალი ჩამოდიოდა, სახურავი ჰქონდა. ის სახლებიც კი ეხა შევინარჩუნეთ და იმ სახლებსაც შეუნარჩუნეთ ცხოვრება და დავშალეთ ეს სახლები ჩვენი ხელით გადმოვიტანეთ აქ. მოკლედ ჩვენი რავი ადგილობრივი მეგობრების დახმარებით და წესი მინდა გითხრათ, რომ სოფელი არის ერთ-ერთი რაჭაში გამორჩეული სოფელი, როგორც მრავალრიცხოვანობით ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს და განსაკუთრებით ძალიან ბევრი ახალგაზრდა და აი თქვენ წარმოვიდგინოთ ჩემი მეგობრების დახმარებით, ადგილობრივების დახმარებით ეს ჩვენ შევძლებთ და ერთობლივად ჩვენ აი ფუნდამენტიდან გადახურვამდე ყველაფერი ერთად გავაკეთეთ რა. და მე ვიცი რომ ბევრი წესელი არის დღეს შენთან დასაქმებელად. კი, დიახ, უკვე რადგან ამ ფერხულში ჩავებით, ამ ტურიზმის ფერხულში და უამრავი სტუმარი გსტუმრობს უკვე, უამრავი, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი გასაკვირია და მინდა დაუბრუნდე ცოტა უკან დაუბრუნდე, როცა ეს ყველაფერი დავიწყეთ. ჩემი მშობლებიც კი და ძალიან ბევრი ჩემი ახლობელი, აი წინააღმდეგიც იყვნენ და რავი თან მეუბნებოდნენ რომ შენ ვერ შეძლებ მან ცხოვრებას, იმიტომ რომ ანუ ქალაქში როცა ცხოვრობს როგორ თუ აწოლი ცხოვრობ რაღაცა ისა ვერ შეძლებ, რადგან სოფელია, თან იცი თქვენ ნახეთ რა გზა არის, აი ესეთ უგზოობაში მთის წვერზე, მოკლედ მოსახლეობა რო 1 კილომეტრის მანძილზე არავინ არ ცხოვრობს, მარტო ჩვენ რო ვართ, ეგ იყო ძალიან რთული რა თქმა უნდა, თუმცა რაღაცა იმდენად იყო ეს мотиваცია, იმდენად იყო ეს რაღაცა საყვარელი საქმე, იმდენად იყო აქ ეს წინაპრის სიყვარულო, აი ალბათ ამ ყველაფერმა ეს შეგვაძლებინა და დასაქმებასთან რომ მივიდეთ, აი ეს ტურიზმის ჩამოგვიყალიბდა და მოკლედ ახლა უკვე ძალიან ბევრ სერვისს თავაზობთ ჩვენ სტუმარს, როგორც ადგილობრივს, ისე უცხოეთიდან ჩამოსულს და ამაში ყველაფერში რა თქმა უნდა ადგილობრივი იყოს დასაქმებული, იმიტომ რომ მარტო ვერ შეძლებ და არც გვინდა რომ ეს მარტო გავაკეთოთ და აი საცხენოსნო ტურები გვაქვს, სადაც ჩემი მეგობრებია დასაქმებული, ფოლკლორულ საღამოებს ვაკეთებთ, სადაც ჩემი მეგობრები ტრადიციულ საღამოებს, თამადის ინსტიტუტი, სუფრის ინსტიტუტი, ასევე მასტერკლასებს ვაკეთებთ, თონე აღვადგინე და თონეს ხო პირადად მე უძღვები მაგალითად ამ მასტერკლასებს, იმიტომ რომ აი ეს სხვა მართლა რაღაც ბებია და ბაბუა რო ადრე აცხობდა ამ ლობიანებს და ხაჭაპურებს თონეში ექსულ სხვა ისა აი ფქვილიანი ხელები რო ქონდათ და აი რაღაცა და მოკლედ აი ამ სერვისებს ძალიან უამრავ რაღაცებს ვთავაზობთ და ვაკეთებთ ამ აყვანა ჩამოყვანასაც, იმიტომ რომ სპეციფიკური მანქანები არის საჭირო და ეს ყავს ჩვენს მეზობლებს ჯიპები და ეს გადაადგილებისთვისაც ისინი რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი და მით უმეტეს ამ სამშენებლობის დროსაც რა თქმა უნდა ძალიან ბევრი რამ არის საჭირო და ეს ადგილობრივი ვცდილობთ რომ მაქსიმალურად ადგილობრივი საკვებსაც ასევე, რასაც თავაზობთ სტუმრებს,
ადგილობრივ ყველს ყიდულობთ, ადგილობრივ ყველს ყიდულობთ, ქათამს. ესეც ხო მათთვის რაღაცა ოდნავი შემოსავალია და არის რაღაცა. და დამსვენებლისთვისაც რა თქმა უნდა, ეს ეკო არის და ნატურალური პროდუქტია და ანუ ორმხრივია. ყველა ერთმანეთს ეხმარება და მარტო ვერც ვერაფერს ვერ გააშენებ და სოფელსაც კი ვერ ააშენებ მარტო და ვერაფერს ასე რომ ერთობლივად მე ვფიქრობ ეს ყველაფერი გამოდის ნელ-ნელა კარგად რა. კი ბატონო. მინდოდა მეკითხა რთული იყო თუ არა ამ გადაწყვეტილების მიღება თქო, მაგრამ ისეთი ენთუზიაზმის საუბრობ ამ კითხვას გამოვტოვებ და აი ეხლა მომიყევი გამოწვევები და პოზიტიური მხარეები აქ დაბრუნების, რომ აი მაყურებელმა გაიგოს რა გამოწვევები ხდება ადამიანს, რომელიც ქალაქიდან, დიდი ქალაქიდან, დედაქალაქიდან ტოვებს იქაურ რაღაც ასე ვთქვათ რაღაც მომენტში კომფორტულ ცხოვრებას, მოდის ველურ პირობებში, აი რო გავიხედოთ იქით ველური პირობებია ნამდვილად და აი აქ სახლდება, იწყებს ბიზნესს, აი რა არის გამოწვევები, რაც ხელშემშლელი ფაქტორები იყო და პირიქით პოზიტიური მხარეები, რაც შენ აქ დაბრუნებას მოყვა. დიახ, რა არის ისიც მე მინდა გითხრათ, რომ ალბათ ფიქრობ თუ ადრე იყო რაღაც ითვლებოდა რაღაც სიამაყით და რაღაცა რომ სოფლიდან ქალაქში მიდიოდა ადამიანი და ბრუნდებოდა, ქალაქურ ცხოვრებას ერთვებოდა, ეხლა მე ვფიქრობ, ჩემი გადმოსახედიდან უკვე, რომ დიდი სიამაყე და დიდი გრძნობა და დიდი სიყვარულია ქალაქიდან სოფელში როცა მოდიხარ. რა თქმა უნდა, გამოწვევები არის ქალაქშიც ძალიან ბევრი გამოწვევაა დამეთანხმებით ალბათ და რთულია, თუმცა შენ თუ გინდა და აი სურვილი გაქვს და რაღაცის გაკეთების, სოფელში უფრო მეტი გაქვს ამის შესაძლებლობა, ვიდრე ქალაქში. აქ სოფლის მეურნეობით შეიძლება დაკავდე, ტურიზმით უმეტეს რაჭაში ვართ ეხლა და იცით რომ რაჭა არის ერთ-ერთი ტურისტული რეგიონი და ეხლა ვითარდება და იწყებს და არ არის ჯერ იმდენად როგორც შეიძლება სხვა რეგიონი გავითარებული, თუმცა დიდი პოტენციალი აქვს ამ ბუნებას, ამ წყალს, ამ ადამიანებს, ამ კულტურას, ამ ტრადიციას, რაც აქვს და ამიტომ ახლა შეიძლება ძალიან ბევრი რამ წამოიწყო ადამიანმა. ამიტომ ამის შესაძლებლობა არის. თან ისეთი ადამიანები, როგორც შეიძლება რაღაც ეტაპზე მე მივედი, შემიძლია უკვე ვიღაც ბევრი კონსტატაციები გავცე, მივცე, დავაკვალიანო, რაღაცაში გამოცდილება გაუზიარო და დღემდე უამრავი SMS-ი, უამრავი ზარი შემომდის, ეს როგორ ააშენე, ის როგორ შეღებე, ის როგორ გააკეთე ამ მითხარი და აი მეც ხო ვიცი, როცა ვიყავი მათ ეტაპზე და ეს ჩემთვისაც რა ვიცი, ძალიან დიდი სიყვარული ამ ყველაფრის გაზიარება რა. ტენდენცია შეიცვალა, ადრე პირიქით იყო, მიდიოდნენ ქალაქებში და ეხლა უკვე მომრავლდა ისეთი ადამიანები, ვინც შესავით დაბრუნდა თავის კუთხეში. აი ეხლა რასაც გაჩვენეთ, ეგ არის ძალიან საინტერესო ჩვენი სტუმრებისთვის რა. ეს არის ჩვენი ხელით მოყვანილი, დარგული, გამოყვანილიც ჩითილებიც, კიტი და პომიდორი. ასევე მწვანე ბულგარული არის და ცერეცო და კინძი არის. თან იცით რა არის? სტუმრებს ძალიან უხარიათ ხშირად როცა გვეხმარებიან და ჩემთვისაც კარგია მოთოხნაში მათთვის საინტერესოა და ჩემთვის ძალიან სასარგებლოა რომ თოხნაში მეხმარებიან, რაღაც გამარგულაში მეხმარებიან. ეს არის ჩვენს მიერ გამოყვანილი შარშანდელი ჯიში, საადრეო პომიდორი და იმიტომ არის რამდენი ასხია თქვენ ხედავთ ნამდვილად ერთ ძირზე რამდენი არის დაახლოებით და ასევე ეს კიტრის და ამ კიტრის შემდეგ აქვს საგვიანო. მთელი წლის მანძილზე შეთავაზოთ სტუმრებს კიტრი და პომიდორი ნატურალობით ამ წარმოგიდგენთ ეს არის ნამდვილად ეკოლოგიურად სუფლა, რასაც ქვია, აი ეხა შეგვიძლია აქვე რა თქმა უნდა დავაგემოვნოთ კიდევაც, აი აგერ მოწვიტოთ ესეთი გემრიელი ხრაშუნა. ეს არის უკვე საგვიანო პომიდორი, ხედავთ ეს პომიდორი ეხა არის ყვავილში. ის უკვე მოსხმულია და უბრალოდ რადგან ძალიან ბევრი მზიანი ამინდები ქონდა, იმიტომ ვერ მოასწრო დამწიფება, მალე დამწიფება, ეს კი იქნება შემდეგ თვეში. ასევე აქ თურმე ადრე ყოფილა ვაზი, დარგული და მინდა განახოთ ასევე რომ მინდა აღვადგინო ეს პატარა ტრადიციას და პატარა ვენახი გავაკეთო ამ ეზოში და წელს ჩავრგე 4 სახეობის სხვადასხვა რაჭული ყურძენი. როგორც არის ალესანდრეული, მუჯურეთული და რაჭული ცოლიკაური. და უკვე გამოიღო ყველამ გაიხარა და რა ვიცი პატარა ბავშვებივით უვლით რა ამ ვენახსაც. ასევე ახლა მინდა განახოთ აქ იყო ჩემი დიდი ბაბუის და ბებიის მიერ შექმნილი ყიამარანი და ქვევრები, რომლებიც აღვადგინეთ, აქ მიწა იყო ესე გადაყრილი, ძალიან ბევრი ვიწველი, რა თქმა უნდა და მივედით გამოვაჩინეთ. ეს ძველი და თქვენ ხედავთ სხვადასხვა არის ძალიან დიდი ქვევრები, ანუ ეს არის სადღაც 500 ლიტრიანი ქვევრი, 400 ლიტრი, ამაში ჩადის ადამიანი და ისე წმინდავს.
სხვადასხვა და მინდა რომ ესენი მომავალს უკვე აღვადგინო, გავწმინდო, კარგად. ამაში უკვე ჩავასხო ღვინო და რა ვიცი, დაუბრუნო სიყვარული და სიხარული ჩემ წინაპარს რა, რომ აღდგეს და აქ ამ ადგილას რაც იწურებოდა 100 წლის წინ ღვინო, წელსაც დავწურო უკვე 120 წლის შემდეგ რა. აუცილებლად იამაყებს შენი წინაპარი ამით. ასევე აქ არის ნივთები მაქვს, სხვადასხვა ნივთები მაქვს, ნახეთ. ეს არის რითიც წმინდავდნენ ჭურს ადრე, რითიც ამოქონდათ ჭაჭა, რითიც ურევდნენ, ეს არის ყვახისგან გაკეთებული, რომელთაც ღვინო ამოქონდათ. ეს არის საგზლად როცა მიდიოდნენ. რაჭორები ხო არ გახსოვს? ტიკი. არა, ტიკია, ხრიკა, ხო, ხრიკა. ეს არის საგზლად როცა მიდიოდნენ, მიქონდათ ამითი ღვინუკა. ჩამოასხამდნენ ესე და ღვინუკა მიქონდათ და აი ესენი შევინარჩუნე, რა თქმა უნდა, ეს აუთენტურობის უნდა უხდება ამ ადგილზე და მიშა, გარდა ენთუზიაზმისა და დიდი სურვილისა, აუცილებელია ფინანსური სახსრები იმისთვის, რომ ადამიანმა შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი და თავიდან დაფუძნდე სხვა ადგილზე და აი ამაზეც რომ მოგვიყვე რა, როგორ მოახდინე რაღაცა ფინანსების მობილიზება და იყო თუ არა რაღაც მხარდაჭერები, აი ამაზეც რომ ორი სიტყვა გითხრა. დიახ, კი. რა თქმა უნდა, როგორც უკვე აღვნიშნე, რომ რაჭა ტურისტული რეგიონია და ჩვენს გადავწყვეტეთ, რომ რაღაცა ეს კულტურა და ტრადიცია უკვე გაგვეზიარებინა ჩვენი როგორც ადგილობრივი ასევე ჩამოსვლის სტუმრების და გადავწყვეტეთ საოჯახო სასტუმროს მოკლედ გაკეთება და გაშენება და აი თქვი რომ დავშალეთ სახლები გადმოვიტანეთ, არის აუთენტური სახლები მოკლედ გავაკეთეთ. თუმცა ის სასახლები რაც ქონდა რაღაც დანაზოგი, მთელი ოჯახის რაღაც ხელფასებიდან და ასე შემდეგ, რაც შეგვეძლო მაქსიმალურად ვაკეთებით, ოღონდ ნელ-ნელა რა თქმა უნდა და ამ დროს გამოჩნდა რაღაც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციის პროექტები ევროკავშირის, რომელმაც გამოაცხადეს საგრანტო პროექტები. და ჩვენც მივიღეთ რა თქმა უნდა პროექტში მონაწილეობა და მინდა აი ორი პროექტი აღვნიშნო განსაკუთრებით, რომლებიც ჩემთვის იყო ძალიან დიდი мотиваცია, ძალიან დიდი რაღაცა წახალისება. და აქვე აი ამ პროექტების დაფინანსების შემდეგ ჩემი რაღაც იზრდება мотиваციაც, ჩემი თანადაფინანსებას, ჩემი რაღაც ასწრაფებს ამ ყველაფრის გაკეთებას და ესენი იყვნენ გრეტას პროექტი იყო ერთი და ეხლა არის მიმდინარე, რომელსაც ეხლა ვახორციელებთ, ძალიან ბევრი რამის ვაკეთებ, უკვე მომიყევით თქვენ, ეს არის ემპადის პროექტი, ინოვაციების და განვითარების ცენტრის, რომელიც აი ნამდვილად დიდი ხელშეწყობა აი აი როგორც მე ესეთი დამწყები ბიზნესმენებისთვის, ან დამწყები ფერმერებისთვის, ესეთი ხელშეწყობა არის უმნიშვნელოვანესი. თუ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს რაღაც დანაზოგი, ან ხელფასი და რაღაც საკეთებდეს, თუმცა ამდენ რამეს ვერ გაწყვეტები და ვერ გააკეთებ რა. აქ და ამიტომ ეს ვფიქრობ უმნიშვნელოვანესი იქნება თუ მეც უფრო მეტი პროექტი იქნება, მე უფრო მეტი ადამიანის დასაქმება, ჩემთან რაც უფრო მეტი დასარჩენი ადგილი იქნება, რაც უფრო მეტი სერვისი მექნება, რაც უფრო მეტი სახლი მექნება, მით მეტი ადამიანი დასაქმება. ჩაებება რა თქმა უნდა ამ ფერხულში და ერთმანეთს ეს ჯაჭვად არის, ერთმანეთს მიმული და ასევე მე ჩვენც უკვე უწევთ ხებს კონსტატაციას, ჩვენც ვაწერებთ ამ პროექტებს, ჩვენც ვაგებინებთ უკვე და ბევრმა მიიღო ძალიან დაფინანსება და ბევრი არის აი წარმოიდგინეთ ძალიან გახარებული და ეს არის მათთვის ძალიან დიდი წარმატება. ძალიან დიდი სტიმული არის. ეს უმნიშვნელოვანესია, მე ვფიქრობ და ეს იყო ერთ-ერთი ჩვენი მიზანიც, რომ აი რომ წაგვახალისა, რომ რაღაცა უკვე გავაკეთეთ, რაღაცამდე რომ მივედით, პირველი სტუმარი რომ მივიღეთ, ის სტუმარი რომ ძალიან კმაყოფილი წავიდა, მეორე რომ მოიყვანა, მესამე რომ მოვიდა, აი უკვე ხო ხდებით, უკვე იმ ხელა, იმით ისე მთელი გულით ჩავებით ამ საქმეში და თან რომ მათ მოწოთ ეს ჩვენი ტრადიცია, ეს ჩვენი კულტურა, ნამდვილად მოსაწვევი, ნამდვილად შესანარჩუნებელია, ნამდვილად დასაფასებელია ეს ყველაფერი, რაც ჩვენ გვაქვს და რაც ჩვენ გადმოგცა ბუნებამ და წინაპარმა ჩვენი კულტურიდან, სიმღერიდან, ადათიდან გამომდინარე, ეგ არ ვიცი, აი სხვანაირად ძგერს აქ გული ვარ, აი სხვანაირია, ჰაერი სხვანაირია, ხე სხვანაირია, მთა სხვანაირია, რავი, აი სიტყვებით ვერ აღწერ რა, ეგ არის აი ძალიან დიდი სასიხარულო. მე ყოველი დღე სიამაყით ვიძინებ და ვიღვიძებ და მადლობას ვუყურებ უფალს რომ აქ მითენდება და მიღამდება აი ჩემი დიდი ბაბუის სახლში რა და მე ეხა პირადად საძინებელს წარმოიდგინეთ ბაბუა ჩემს ეძინა 80 წლის წინ რა. ხელა ისტორიის მატარებელია ეს სახლი. სიამაყე და რა ვიცი, აქ მე მგონი მართლა ადამიანები რა ვიცი, არ კვდებიან ალბათ რა ვიცი რა და აქ ამბობენ რომ რაჭაში დრო ჩერდებოდა და მართლა ჩერდება. აი სულ ვიძახი რომ რამდენი წელია გადმოვედი, რამდენი ხანი აქ ვარ, ვეღარ ვიხსენებ რა, იმიტომ იმდენად იმაშვება რა ეს ყველაფერი რა. აი იცი რა მინდა გთხოვა მიშა, ალბათ არსებობენ ადამიანები და მე ვიცნობ ასეთ ადამიანებს ბევრია. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, იმიტომ რომ რაღაცა ქალაქებში ძალიან ხმაურიანი გახდა ცხოვრება, არაჯანსაღი რაღაცა ეკოლოგიურად და ასე შემდეგ. ბევრ ადამიანს თუნდაც ერთხელ მაინც გაუძლია აზრად, აი ხო არ დაუბრუნებულიყავი
ჩემი წინაპრების სახლში. ბევრი სახლია რაჭაში განსაკუთრებით, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ბევრი აი ისეთი სახლია, სადაც წლები ადამიანები ფეხი არ შეუდგათ და აი მე მინდა შენ ესეთი რაღაცა ენთუზიაზმით რომ ყვები ამ შენ დაბრუნებაზე, მინდა რაღაცა პატარა რჩევა თუ შენი მოსაზრება გაუზიარო იმ ადამიანებს, ვისაც ერთხელ მაინც გაუვლია თავში აზრად, მოდი ხო არ დავბრუნებულიყავი ჩემი წინაპრების მიწას. რასაც ყოლი ესეთი ადამიანი. დიახ, კი, რა ვიცი, აი არაფერს არ შეუშინდნენ ცხოვრებაში, მით უმეტეს როცა ისეთ ადგილას მიდიხარ, საიდან შენი გვარი მოდის, საიდან შენი წინაპარი, საიდან შენი ტრადიცია მოდის და აი როგორც აღვნიშნე, მანამდე უამრავი დღემდე ხომ მომდის. მე ჩემი წილად რა შემიძლია დღემდე ვეხმარები და უწევ, რა ვიცი, უამრავ უზიარებ ჩემ გამოცდილებას ადამიანებს და ბევრი ვიცი ნამდვილად, როცა მე გადმოვედი და ნახულობდნენ ჩემი რაღაცა სტორიებს, რაღაც ინსტაგრამზე და ეხლა უკვე დამიგროვდა რაღაც ძალიან ბევრი გამომწერი, რომელიც ჩემთვისაც ანუ რაღაცა არის გასაოცარი, იმიტომ რომ რეალურად ადამიანებს აინტერესებს და დღესაც კი თქვენ ნახეთ, აი ეხლა უბრალოდ შემთხვევით ამოვიდნენ ადამიანები და ეს უკვე დღეს მეორე მესამე მოვიდნენ, რომლებიც ამოდიან უბრალოდ და მეუბნებიან, რომ მიშა გამარჯობა, შენი გასწრება მინდა, შენ ახლა ხო რო გადმოხვედი და ანუ ჩვენც გვინდა რომ გადმოვიდა, ჩვენც გვინდა რომ აღვადგინოთ და ეს როგორ გააკეთეთ და აბა რა შეიძლება და დაფინანსება საიდან ავიღო და ვინ მოგეხმარა და ვის გააკეთებია და აი ეგეთში წარმოვიდეთ ახლა მე ვიღაც ხისთვის ვარ უკვე ესე ვთქვათ მაგალითი, იმიტომ ჩემთვისაც უკვე ძალიან ბევრი ადამიანები მაგალითები და ბევრი როცა მეუბნება რომ შენ ხარ ჩემი სტიმულატორი, აი მე მინდა რომ გავაკეთო, აი შენ რას საკეთე, მოდი დამეხმარე, მithumetes ახლა აქ უკვე როცა გაზი ამოვიყვანენ და ძალიან რაღაცა დაგვიშდა ძალიან ბევრი ის მერე დენიც ამოვიყვანენ კომუნიკაციები გაკეთებულია სხვას უკვე რამდენად გაუვიოლდა ხო ხტებით ეს და რა ვიცი აი ვფიქრობ მალე შეიძლება ეს გზის თემას დაალაგდეს და გზაც გაკეთეს რა ნელ-ნელა და გავაკეთოთ თუმცა მიუხედავად ამისა მაინც გულის ხონერად თუ ფეთქავსა გინდა და აი ბევრი ადამიანი ხო ამბობ რომ აი საზოგადოებთან განსაკუთრებით ძალიან ბევრი ადამიანი მირეკავს ხოლმე და წეს რომ ეს საზოგადოებაში ვარ წამოსული მეც მინდა ჩემი კერა აღვადგინო აბა მომიძებნე ვინმე იქ ვინც აღადგენს ვინც გააკეთებს და ესეც ჩემთვის არის ძალიან დიდი სტიმული რომ შენ ვიღაცის ხარ რაღაცაში მაგალითი მით უმეტეს ესეთ სფეროში რომ სახში შუქი არ ჩააქროს კვამლი ამოვიდეს სახელიდან ის ტრადიცია საბრძოლო აიწიოს არ დაიკეტოს აი დაკეტილი სახს რო ხედავ ამაზე ცუდი შესახედი ნამდვილად არაფერი არ არის რა და აი მე მინდა რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეგ არის რა იცი თავიდან არის თითქოს ისეთი რომ მე რო ეხა გადავიდე რა გავაკეთო იქ არა აქ დიდი პოტენციალია აი გახედე სხვა რეგიონი სხვა რამდენი დაბრუნდა და ავიღოთ სხვა რეგიონი კახეთი ავიღოთ სვანეთი ავიღოთ სად რომ აჭარის სოფლები ავიღოთ ქედაში ავიღოთ სად ცხოვრობს ადამიანები და სად მიაღწიეს რაღაც წარმატებებს და ჩვენ დავიწყოთ ერთმანეთისთვის ყველა ვიქნებით მაგალითად ერთმანეთს გაუზიოთ რაღაც რაც მე შემიძლია მე გაუზიოთ რა გამოცდილებაც აქვს ის გამიზიაროთ და ერთობლივად ჩვენ მეგონი ყველაფერს შევძლებთ რა წამოვიდნენ თერე გაჩვენეთ ჩემ პატარა მეურნეობას მე შევიდეთ შიგნით აქ მოხს ახლა უეკლო მაყვალი და მალინა ეს უეკლო მაყვალი აი ვენახივით კეთდება რა. და ეს არის ძალიან კარგი კომპოტებისთვის, მურაბებისთვის და თან სტუმრები როცა ჩამოდიან, როგორც ადგილობრივები, ბევრ ძალიან თბილისელ ბავშვსაც კი არ აქვს თანახი როგორ იდება, წარმოგიდგენთ თქვენ და ანუ ეს ყოველთვის საინტერესოა რა და უგემრიელი ესეა, თან დავაგემნო და თან განახებთ. კი ბატონო. აქეთაც რომ უთხრათ მაყურებელს გვაქვს ბოსტანი პატარა, ხო? კი, რა თქმა უნდა, მწვანილი, კიტრი, პომიდორი ეხა გადაღების პროცესში გვესტუმრა სტუმარი რა ვიცი რომ ხშირია ესეთი სტუმრობა გაუფრთხილებლად რომ მოდიან ადამიანები როგორც მუზეუმში ისე შენი აზნაური სახლის სანახავად და ვერ დანარჩენი შენ მოგვიყავი ეხლა როგორი სტუმარი იყო დიახ კი ნამდვილად განსაკუთრებით აგვისტოს პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი მოდის უბრალოდ შემოაღებს კარს დაიძახებს მიშა და ხედავ რაღაც უცნობია და თუმცა მე გამოგეცნაურება მეტყვის რომ აი შენი გამომწერი ვარ, ნახულობ Facebook-ზე ძალიან მაინტერესებდა აქაურობა და ეხლა ერთ-ერთი რომელსაც თქვენ შეესწარით
შემოვიდა ესეთი პიროვნება, როგორც მე გავეცანი, გიორგი და როცა ვკითხე რა გვარი ხარ თქო, მოკლედ ხო მაინტერესებს ხო საიდან არის ლაკერბაიაო, მითხრა და რაღაც აი სხვანაირი განსაკუთრებული სტუმარი აღმოჩნდა ხო, იმიტომ მე ვკითხე ლაკერბაიო ძალიან და სოხო აფხაზეთიდან ვარო და თქვენ იცით რომ მე ხა სოხუმიდან და როგორც რაჭველობ, ასევე სოხუმლობ კიდევაც და ჩემთვის ეს ორი რეგიონი, ორი ქალაქი, ორი ზონა ჩემთვის განსაკუთრებულია და სხვანაირად ამიძგერდა რა გული, იმიტომ რომ 10 მაგაც ასიხარო როცა რაჭაში გსტუმრობ შენ ადამიანი კიდე შენი კუთხიდან და შენი ქალაქიდან და მოკლედ გადავეხვიეთ ერთმანეთს, მოვეფერეთ რაღაცეები და აი მართლა განსაკუთრებული იყო ეს შეხვედრა რა. მოკლედ მიშა, უღრმესი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის, პირიქით სტუმრობისთვის კი არა, მასპინძლობისთვის. მადლობა იმისთვის, რომ მაგალითი ხარ სხვა ადამიანებისთვის, ვისაც დაბრუნება უნდა თავის კუთხეში, წარმატებებს გისურვებ ყველაფერში და დარწმუნებული ვარ კიდე ბევრ რამეს გააკეთებ აქ და კიდე მოგესტუმრებით აუცილებლად. შემდეგ რაღაცების დასათვალიერებლად. დიდი მადლობა თქვენ და მე ყოველთვის გელოდებით ჩემი გული და სულით, მოკლედ უღრმესი მადლობა თქვენს.